საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერშია პოზიტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. რეგიონული უსაფრთხოება, სტრატეგიული კავშირები და შუა დერეფნის როლი დაკავშირებადობაში. შეხვედრა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. რა გზავნილები გაჟღერდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გამართულ აუდიენციებზე. ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის საქართველოში და შეხვედრები ხელისუფლების პირველ პირებთან. რა გზავნილები გაჟღერდა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართულ აუდიენციებზე. სუსის დისკრედიტაციის მცდელობა და სპეკულაციური კამპანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. რატომ აყენებს ნაცენჯეო სექტორი საერთაშორისო პრაქტიკასთან შეუსაბამო მოთხოვნებს და რას აცხადებენ სუსში. მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი. რა მტკიცებულებები დევს საქმის მასალებში. გონივრული მაკროეკონომიკური მართვისა და პოლიტიკის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში მორიგი მისია დაასრულა. როგორია გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. შეხვედრა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრეს. მხარეების მხრიდან მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის მრავალწლიანი მეგობრობა და პარტნიორობა ყველასთვის სამაგალითოა. საერთო ხედობით კი მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს წინ ამბიციური გეგმები აქვთ. რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა, ენერგო და სატრანსპორტო კავშირების კიდევ უფრო განვითარება, შუა დერეფნის პროექტის გაძლიერება და ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა სახელმწიფოებს შორის. დეტალებს ქეთი მამრგიშვილი გიამბობთ. ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში საქართველოს როლი და გეოგრაფიული მდებარეობა, რომ აზერბაიჯანისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, ილჰამ ალიევის ვიზიტის ფარგლებშიც ნათლად გამოიკვეთა. ორ ქვეყანას შორის სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას ეფუძნება. ეს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტისას მკაფიოდ და კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის ბიზნეს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით ახსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლის მომცველი ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს და აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობა საერთო ჯამში ერთნაირად ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს. თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისთვის. გილოცავთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ და თქვენს მთავრობას, თქვენს მიღწევებს საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რასაც ილჰამ ალიევი მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირებს, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ორივე სახელმწიფოს ლიდერი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ურთიერთობა საქართველოს გავლით დაიწყო, ხელშეწყობისთვის კი მთავრობას მადლობა გადაუხადა. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გაუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, ასევე ახალ ინიციატივებს და ჩვენ საჭიროებისამებრ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. ჩვენ საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება რომ პრიორიტეტულია, ამაზე ორბელიანების სასახლეში ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინით შეამკო. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ალიევის სახელობის სკვერში თბილისის მერი დახვდა და აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო. კახა კალაძემ დღეს ალიევის ვიზიტის შეჯამებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება ასევე რეგიონში. აზერბაიჯანთან თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან თბილი მეგობრული ურთიერთობა და ეს ვიზიტები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს კიდევ უფრო გავაღრმავოთ არსებული მეგობრული დამოკიდებულება ქვეყნებს შორის. სახელისუფლებო პარტიასა და ხალხის ზალაში ამბობენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის სრული პოტენციალის ათვისებისთვის მჭიდრო კომუნიკაციას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დეპუტატების თქმით, შუა დერეფანი მსოფლიოსთვის გლობალური ეკონომიკის უალტერნატივო საყრდენად იქცევა, ამ პროცესში კი საქართველოს როლი უმნიშვნელოვანესია. ბატონმა ალიევმა, რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ხერხემალი ვართ ამ პროექტისთვის, ამ მარშრუტისთვის, ისევე როგორც აზერბაიჯანი და სხვათა შორის ბატონი ალიევის საყვედურიც მინდა გავიხსენო ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიერის მიმართ, რომელმაც საერთოდ გამოტოვა საქართველოს, როდესაც შუა დერეფანზე საუბრობდა შუა აზიაში და ბატონმა ალიევმა პირდაპირ უსაყვედურა, რომ დრო არის ქალბატონმა ურსულამ რუკას დახედოს. საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე არის მათ შორის დამოკიდებული შუა დერეფნის განხორციელება შესაძლებლობა, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის, რომელიც ემსახურება როგორც ქართველი ხალხის ინტერესებს, ასევე აზერბაიჯანი ხალხის ინტერესებს. თავად პრეზიდენტმა ალიევმაც და აზერბაიჯანულმა მედიამაც აღნიშნა პირდაპირ, რომ ამ გამოწვევების სავსე მსოფლიოში, რეგიონში საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი აი ამ დერეფანში. რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ჰაბი დასავლეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მეჰრიბან ალიევამ საქართველოს პირველ ლედისთან ერთად მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი მოინახულა. თამარ ბაგრატიონმა მეჰრიბან ალიევას საქართველოს ეროვნულ მუზეუმშიც უმასპინძლა. აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აზერ-ხალიჩის წარმოების 5 უნიკალური ხალიჩა გადასცა, რომლებიც ტრადიციული წესით, შალითა და აბრეშუმის ძაფებით ხელით არის ნაქსოვი. დღეს კი საქართველოს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართული აუდიენციების მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორული ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება იყო. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა 2026-2027 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას. ვრცლად თეკლა ბესტავაშვილი გიამბობთ. საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და ყოველწლიურად ახალ ეტაპზე გადადის, რაც ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის ჩამოყალიბებული და რომელიც სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობისთვის მყარ საფუძველს ქმნის. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი ტენდენცია იყო. აღინიშნა, რომ ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტაბილურ პარტნიორად რჩება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების ზრდაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. შევხვდი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგარეო საქმეთა უწყებებს შორის აქტიური ურთიერთობაც. მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახ კოლეგას უმასპინძლა. აუდიენციაზე ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების პროცესში ერთობლივი ძალისხმების მნიშვნელობას, რაც რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას უწყობს ხელს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2026-2027 წლებში თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო უწყებებს შორის პარტნიორობის შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად.
საქართველოში არის საკმაოდ ბევრი ყაზახური ბიზნესი, ყაზახური ინვესტიცია, ისინი თავს საქართველოში გრძნობენ ძალიან კარგად, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი კლიმატი ეკონომიკური საქმიანობისთვის და რა თქმა უნდა, ქვეყანა არის საინტერესო შემდგომში ამ ურთიერთობების გაზაღმავებლად. გარდა ამისა, საქართველოს როლი შავი ზღვის პორტები იცით, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორებისთვის და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ყაზახეთთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს და პოტენციალი კიდევ უფრო მეტია ამ თანამშრომლობის. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს მიხეილ ყაველაშვილმა და ერმეკ კოშერბაევმა. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და აქტიურ კონფლიქტებს. არსებული გამოწვევების ფონზე კი სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება რეგიონში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებული თანამშრომლობა. ვისაუბრეთ ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნეთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთო რეგიონული ინტერესების გათვალისწინებას. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და აქტიურ კონფლიქტებს. აღნიშნეთ, რომ ამ გამოწვევების ფონზე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება გლობალურ მნიშვნელობას იძენს. ამასთან ყურადღება გავამახვილეთ კომპლექსურ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში შუადერეფნის მზარდ როლსა და რეგიონული დაკავშირებადობის განვითარების მნიშვნელობაზე. აღნიშნული შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მაღალ დონეს და სამომავლოდ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობას. სუსის დისკრედიტაციის მცდელობა და სპეკულაციური კამპანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ ნაც ოპოზიცია და ნაც NGO სექტორი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყებისგან საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფას ითხოვს. საუბარია სუსის ხელმძღვანელის ქონებრივი დეკლარაციის საჯაროებაზე, რომელიც ცივილიზებულ ქვეყნებში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე დაუშვებელია. ეს სპეცსამსახურების მუშაობის მაღალი სტანდარტია და სწორედ აღნიშნული პრაქტიკის მიხედვით მოქმედებს საქართველოც. სუსის ხელმძღვანელის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც არაერთ პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს, საჯარო არ არის, თუმცა დოკუმენტი ხელმისაწვდომია აუდიტის სამსახურისთვის. დეტალებით ანა შანიძე. ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი. ეს იმ ცივილიზებული ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც სპეცსამსახურები მუშაობის მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან და სადაც ამავე სამსახურების ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლების დეკლარაციები უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით არასაჯაროა. როგორც ჩანს, ქართველი ფსევდომედასავლეთეებისთვის ევროპული და ამერიკული სტანდარტი არც ისე ღირებულია, რადგან ნაც ოპოზიცია და ნაც NGO სექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დეკლარაციის საჯაროებას ითხოვს. პოსტივის კითხვის საპასუხოდ, სწორედ საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ საუბრობენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებაში და განმარტავენ, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა უფრო მეტიც ბევრ შემთხვევაში მისი წარდგენაც არ ევალება. ჩვენს შემთხვევაში მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი, მისი საჯაროობა. არასერიოზულია უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები და მათი მონაცემები იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. ნაც ოპოზიციასთან და ნინო ლომჯარიასთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ჩართულია ოპოზიციური მედია, რომელიც წერს თითქოს მამუკა მდინარაძემ დეკლარაციების შევსებას შეწყვიტა. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი კანონის შესაბამისად დეკლარაციებს ავსებს, თუმცა უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე დოკუმენტი მხოლოდ შესაბამისი უწყებებისთვის არის ხელმისაწვდომი. უმართველი პარტია გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსის აუცილებლობაზე საუბრობს. ხელოვნურ აჟიოტაჟთან დაკავშირებით კი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სპეკულაციური კამპანიის მიზანი ძალოვანი უწყების დისკრედიტაციაა. აქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც შეიძლება პირადი მონაცემებად ჩაითვალოს და
ის მექანიზმი, რომელიც მოქმედებს, რომელიც იმოქმედებს, არანაირად არავის საშუალებას არ მისცემს შემოსავალი დამალოს და შემოსავალთან შეუსაბამო უძრავი თუ მოძრავი ქონება იქონიოს. რაც არის სოფლიო პრაქტიკა, რაც არის გონივრული, ეს უნდა იყოს კანონშიც გაწერილი და წარმოუდგენელია უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მისამართი იყოს ვინმესთვის ცნობილი. მით უმეტეს იმ რეგიონში, რომელსაც ჩვენ ვართ, სადაც სხვადასხვა ძალების ცდილობენ, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ და როგორმე მოწყვლადი გახადონ ჩვენი ქვეყანა, რასაც ეწინააღმდეგება ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, ჩვენი ძალოვანი სისტემა, სამართალდამცავი ორგანოები წარმომადგენლები და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის ხელშეუხებლობა. ეს არის რა თქმა უნდა ცრუ აჟიოტაჟი იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა ქვეყნებში არ ასაჯაროებენ თავიანთ დეკლარაციებს, ბატონი მამუკა მდინარაძეც და დანარჩენი ხელმძღვანელი პირების რა თქმა უნდა ავსებენ დეკლარაციას, ეს დეკლარაცია ასახული არის აუდიტის სამსახურში, უბრალოდ აქ არის გამონაკლისის სახით მათი გასაჯაროება, ეს ძალიან ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქე მიცოდეს მაგალითად საცხოვრობს სუსის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები. დეკლარაციები ივსება, უბრალოდ ლოგიკურია, რომ ეს არ საჯაროვდება. ამ მიმართულებით ნებისმიერი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ელემენტების შემოტანა არის წმინდა წყლის სპეკულაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის უმნიშვნელოვანესი სამსახური და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ სამსახურს, მათი პერსონალური ინფორმაცია იყოს სათანადოდ დაცული სახელმწიფოს მხრიდან. რა რისკებთან არის დაკავშირებული ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლების დეკლარაციების გამოქვეყნება? ამის შესახებ საუბრობენ ექსპერტები. მათი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ დოკუმენტი არაერთ პერსონალურ მონაცემს, მათ შორის საცხოვრებელ მისამართებსაც შეიცავს. მისი საჯაროობა მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია. მოსადის, MI6-ის, CIA-ის თუ ასე შემდეგ სპეცსამსახურების ხელმძღვანელების დეკლარაციები ღია წყაროებში ინტერნეტში არ მოიძებნება. არა მათი იმდენად პირადი უსაფრთხოების, ამდენად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით. უძრავი ქონება იქნება, მოძრავი ქონება იქნება, სახლის მისამართი იქნება, საბანკო ანგარიში იქნება. ყველაფერი ეს წარმოადგენს მოწყვლადობის თვალსაზრისით იმ ტიპის მონაცემებს, რომლებთანაც წვდომა არ უნდა კონდეს არც ამ ქვეყნის მტერს და არც ამ ქვეყნის მოყვარეს. ევროპული პრაქტიკა, დასავლური პრაქტიკა გვეუბნება, რომ როდესაც საქმე ეხება სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას, იქ უსაფრთხოების ასე ვთქვათ, გამოწვევები გაცილებით მაღალ რანგში და პრიორიტეტულია, ვიდრე გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა არის, მაგრამ უკიდურესად შეზღუდული. რაც არ უნდა ეცადონ მავნებლები, რომ საფრთხეები შეუქმნან სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ამას მაინც ვერ მიაღწევენ. რატომ ითხოვს გამჭვირვალობის მოწინააღმდეგე ნინო ლომჯარია ისეთი ინფორმაციის საჯაროებას, რომელიც უსაფრთხოების რისკებს ქმნის? როგორც აღმოჩნდა, ლომჯარია, რომელმაც საკუთარ ენჯოს ევროპული ორბიტა დაარქვა. ევროპული პრაქტიკის წინააღმდეგიცაა და მისთვის არასასურველი კითხვებისაც. მთელი დღეა დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა უშედეგოდ. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის შექმნიდან ერთ თვეში მწვავე დაპირისპირება კოლექტიურ ნაცმოძრაობაში არსებული ინფორმაციით მშავდებული მიხეილ სააკაშვილი ნაცმოძრაობას კოალიციის დატოვებას თხოვს. ოპოზიციის კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად ექს-პრეზიდენტმა ულტიმატუმი თინა ბოკუჩავას უკვე წაუყენა. ცნობილია მოთხოვნის მიზეზით. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ალიანსში შემავალი 1%-იანი სუბიექტები ნაციონალური მოძრაობის რესურსს პოლიტიკური ქულებისთვის იყენებენ. თავად კი ნაცმოძრაობის იმიჯს აზიანებენ. მორიგი უთანხმოების საჯაროდ გამოტანა არ სურთ პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებს, რომლებიც ეგრეთ წოდებული ალიანსის, ეგრეთ წოდებული ერთსულოვნების წარმოჩენას უკვე ერთი თვეა უშედეგოდ ცდილობენ. მმართველი გუნდის შეფასებით, ნაცმოძრაობის ხელისუფლების წევრებით დაკომპლექტებულ ალიანსში კლანებს შორის დაპირისპირებაში გასაკვირი არაფერი არ არის. სალომე გობროინძე გიამბობთ.
ქუჩის ოპოზიციის მიერ ერთობის დემონსტრირების მიზნით და დიდი აჟიოტაჟით შექმნილ ეგრეთ წოდებულ ალიანსში ერთობა მხოლოდ სიტყვებად რჩება. გავრცელებული ინფორმაციით კი კულუარებში ძველი დაპირისპირებები ახალ ძალას იძენს. ცნობილი ხდება, რომ ერთი თვის წინ შექმნილ და ნაციონალური მოძრაობის ძველი და მოქმედი წევრებით დაკომპლექტებულ გაერთიანებას მათი ლიდერი სააკაშვილი შლის. არადა თავად საწყის ეტაპზე გაერთიანებას მიესალმებოდა, თუმცა ახლა მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა ულტიმატუმი მისი პარტიის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას წაუყენა და ეგრეთ წოდებული ალიანსიდან ნაციონალური მოძრაობის გამოთიშვა მოსთხოვა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გაერთიანებაში შემავალი სხვა 1%-იანი სუბიექტები ნაციონალური მოძრაობის რესურსს პოლიტიკური ქულებისთვის იყენებენ და ამით მის იმიჯს აზიანებენ. ეგ არ არის რეალური ინფორმაცია, რასაც თქვენ ამბობთ. არა, წარმოდგენა არ მაქვს ამის შესახებ. არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. მორიგი უთანხმოების საჯაროდ გამოტანა არ სურთ არც მოქმედ და არც ყოფილ ნაციონალებს, რომლებიც ეგრეთ წოდებული ალიანსის ეგრეთ წოდებულ ერთსულოვნების წარმოჩენას უკვე ერთი თვეა ცდილობენ. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვათ, მათი მთავარი სახელი არის მოღალატეები. ნომრიანი აგენტები არიან. მართველი გუნდისთვის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საქმიანობა ნებისმიერი კონფიგურაციისა და შემადგენლობის შემთხვევაში სრულიად არასერიოზულია. კომიკურია დამნაშავე სააკაშვილის მხრიდან მის იმიჯზე საუბარიც. დრომ ზუსტად აჩვენა ისიც თუ ვის აქვს ქართველი ხალხის ნდობა და ვის არა. მაშინ როდესაც უცხო ძალების დავალებების ადგილობრივ შემსრულებლებს მოქალაქეებმა უარი 10 არჩევნებზე უთხრეს. ყველა მიცის, რომ ისინი არიან მოღალატეები. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი არა ქართულ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ემსახურებიან და ქართულ ინტერესებს არამედ ემსახურებიან გარედან წამოსულ მითითებებს, დავალებებს და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ და ქართული ხალხის წინააღმდეგ, მათ ამის პრობლემა არ გააჩნიათ და კონკრეტული მაგალითები არსებობს უკვე ამ ტიპის ჩადენილი მძიმე დანაშაულებისა ქვეყნის წინააღმდეგ. საბამისად, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ სად როგორ იქნება. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ და სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვათ, მათი მთავარი სახელი არის მოღალატეები. ნომრიანი აგენტები არიან. სახელისუფლება გუნდის წევრების თქმით უკვე ბევრჯერ და ფაქტებით დადასტურდა, რომ ნაცოპოზიციის ყველა ნაბიჯი ფასადურია და მოუკიდებლად არაფრის გადაწყვეტა შეუძლიათ და მხოლოდ ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებაზე არიან დამოკიდებული. ამიტომაცაა, რომ წლების განმავლობაში გაერთიანების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ასეა ახლაც საპარლამენტო უმრავლესობასა და ხალხის ძალაში დარწმუნებულები არიან, რომ გარე დავალებით შექმნილი მორიგი ალიანსიც წინა სხვა გაერთიანებების მსგავსად კრახით დასრულდება. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, ჩვენ ბევრი გაერთიანება და დაშლა ვიხილეთ, მათი ერთმანეთს ვერ იტანენ, როგორ ვლანძღავენ გაერთიანებამდე ყველას კარგად გვახსოვს. შემდეგ გარე პატრონები დაავალებენ, ისევ ერთიანდებიან, სხვათა შორის ეს წამოწდა ბატონ გვარამიას და ბატონ სააკაშვილს, რომ ეს გაერთიანებაც გარე პატრონების მითითებით მოხდა. აბსოლუტურად არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ვეთანხმები ბატონ სააკაშვილს, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს იმ ნაწილში, რომ ის პარტიები 1%-იან რეიტინგსაც არ წარმოადგენენ, თუმცა უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობასაც დრამატულად აქვს შემცირებული რეიტინგი თავისთანთი მავნებლური საქმიანობიდან გამომდინარე და მთლიანად გამარგინალებული არის ეს ჯგუფი როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არც ხალხის გამოყვანის რესურსი აქვს, არც რაიმე ცვლილებების მოხდენის რესურსი აქვს. მიხეილ სააკაშვილი რომ ცდილობს საკუთარი თავის აქტუალიზებას, ეს არ არის ახალი და მათ შორის საკუთარი პარტიიდანაც ხან გარიყავენ ხოლმე, ხან მასზე ჩამოკიდებულები არიან, უბრალოდ ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს კოლექტიური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გარეშე და ისინი არ არიან თავისუფალი არც თავიანთ გადაწყვეტილებებში, არც თავიანთ განცხადებებში. როგორც მათი პატრონები დაავალებენ, რომ უნდა შეიკრიბონ თუ უნდა გაიყონ, შემდეგ ამ ყველაფერს ასრულებენ ხოლმე და ამ ყველაფერს აკეთებენისთვის, რომ როგორმე საზოგადოება მოატყუონ. აი ეს ეგრეთ წოდებული რაღაცა შეკრება თუ ჯგუფი რაც შექმნეს და რაზეც რა თქმა უნდა არავის არ ქონდა და არ აქვს იმედი, რომ რაიმეს მიაღწევს ეს ეგრეთ წოდებული ცხა პარტიის თუ პარტიის გაერთიანება, ამხილა თავად მათმა იდეურმა ბელადმა სააკაშვილმა და თქვა, რომ მის ხარჯზე რატომ არსებობს ზოგადად ან ნაცმოძრაობა და ან მისი სატელიტი პარტიები. ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვეთანხმა რეალურად სააკაშვილი ესე გამოდის, რომ რეალურად თავიდან ბოლომდე ყველა იქ ცხა პარტია თუ პარტია თავიდან ბოლომდე არის ნაცმოძრაობის წარმომადგენლობა.
წარსულის გაკვეთილებიდან ოპოზიციამ ისევ ვერაფერი ისწავლა. წლების მანძილზე შალვა ნათელაშვილის ოფისის უკანაეზოდან სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ. არც თუ ისე დიდი გზა გაიარეს. შუალედებში იყო სხვადასხვა დასახელებით, ერთობის მცდელობები, ქარტიები და ხმამაღალი განცხადებები. დიდი ამბიციებით დაწყებული ოპოზიციის ამ ეგრეთ წოდებულ ალიანსშიც წინა მორბედების მსგავსად გეგმების განხორციელების ნაცვლად დაპირისპირების ახალი სერია დაიწყო. ერთი თვის წინ შექმნილ გაერთიანებაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებიან. მანამდე იყო თამარ ჩერგოლეიშვილს და პეტრე ცისკარიშვილს შორის შეურაცხყოფამდე მისული სიტყვიერი დაპირისპირება. კონივრული მაკროეკონომიკური მართვისა და პოლიტიკის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია, ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით. გავლენიანმა ფინანსურმა ორგანიზაციამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-ით განისაზღვრა. სავალუტო ფონდის მისია საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას 2 კვირის განმავლობაში იკვლევდა, დასკვნაში კი შიდა და გარე გამოწვევების ფონზე პოზიტიურად არის შეფასებული ეროვნული ბანკის პოლიტიკა და ქვეყნის საბანკო სისტემის მდგრადობა. ნუცა კორუშინაძე გიამბობთ. საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე. ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება, რომელმაც საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში მოამზადა. მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გლობალური გაურკვევლობის ფონზე საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ ზრდას განაგრძობს. ალეხანდრო ჰაჟდენბერგის შეფასებით, ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლითა და პოლიტიკის ბუფერებით საქართველო მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად. საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე, ამავდროულად გლობალური გაურკვევლობის ზრდის ფონზე განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის გათვალისწინებით პერსპექტივის მიმართ გამოწვევები იზრდება. თუ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნა ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით. ეს ბოლო წლების გონივრული მართვის გაგრძელება იქნება მიუხედავად იმისა, რომ მთლიანმა ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა, სურსათის და ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო საბაზო ინფლაცია შეზღუდული რჩება. საგარეო პოზიცია გაძლიერდა, რამე თუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა და საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ფისკალური პოლიტიკის დისციპლინა შენარჩუნებულია. სახელმწიფოს ვალი დაბალია, თუმცა ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გეოპოლიტიკური რისკები მზარდია, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ომის შესაძლო გახანგრძლივების გამო საქართველო უკეთ მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლით და პოლიტიკის ბუფერებით. სამომავლო პოლიტიკა უნდა მიიმართოს მაკროფინანსური სტაბილურობის და დიდი შრომის მიღებული სანდოობის შენარჩუნებაზე. ძლიერი ზრდის შენარჩუნების და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით სტრუქტურული რეფორმები უნდა აჩქარდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზეც კი დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას. მისიის ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესება იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო დანარჩენზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. საქართველოს რეალობისთვის ადეკვატური მიზნობრივი ინფლაცია არის 3%, ანუ დაახლოებით 3-ჯერ უფრო დაბალი იყო იმ წლების განმავლობაში ინფლაცია. შემდეგ ჩვენი პროგნოზების მიხედვით, როდესაც ჩვენ მრავალ ფაქტორს ვითვალისწინებთ, 2025-ში ვიცოდით, რომ ინფლაცია გადააჭარბებს მიზნობრივ 3%, თუნდაც იმიტომ, რომ შესადარისი ბაზა წინა წლების უფრო დაბალი იყო და ზრდა გამოჩნდებოდა, პლუს გარკვეული ერთჯერადი ფაქტორები მოქმედებდა, მაგრამ მოლოდინი ჰქონდა, რომ 2025 წლის შემოდგომის შემდეგ ინფლაცია დაიწყებს დაღმასვლას და ეტაპობრივად დაუახლოვდება მის მიზნობრივ დონეს 3%-ს. საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. საგარეო პოზიცია კი გაუმჯობესებული. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ფისკალური დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო სახელმწიფო ვალის დონე უსაფრთხო 35%-ზე დაბალ ნიშნულზეა. ფონდის პროგნოზები სრულად თანხვედრაშია საქართველოს ოფიციალურ პროგნოზებთან. საქართველოს ეკონომიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში 9.3%-ით იზრდებოდა საშუალოდ და 2026 წელიც მაღალი ეკონომიკური ზრდით დაიწყო 8.4%-იანი ზრდა არის პირველ ორ თვეში და ჩვენ პროგნოზებშიც, ასე ვთქვათ, ზრდის საშუალოვან პერიოდში ნავარაუდევია ზრდის ეკონომიკური ზრდის პოტენციურ ზრდასთან დაახლოება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის მეოთხე მუხლის რეგულარულმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი. ამავე დანაშაულზე ბრალი წარედგინა კიდევ 6 პირს, მათ შორის ერთი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. ფარულის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პირები მონაწილეობდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დაავების მოგვარებაში და აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს. საქმეში ფიგურირებს საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი მამუკა შუბითიძე, იგივე ტურიკელა. დეტალებით ნანუკა წითელაშვილი. მე ვიცი რას ვაკეთებ იმას მოაყვანინე ბიჭები გამაგზავნოდა ვაცებინო კაროჩე მე მაგას მოაყვანინე შენო დროზე მოვატანინო ეგ პოლიტო ამ ფარულ აუდიო ჩანაწერში საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი მამუკა შუბითიძე, რომელიც ტურიკელა ზედმეტ სახელით არის ცნობილი, სატელეფონო ზარის მეშვეობით ვინმე აჭოს სხვა მოქალაქესთან ფინანსურ დავას ეგრეთ წოდებული ქურდული წესების მეშვეობით უგვარებს. ჩანაწერში ფიგურირებს შუბითიძის სავარაუდო თანამძრახველიც ვინმე იურა. მამუკა შუბითიძე აჭოს ჰპირდება, რომ დავაში მონაწილე მეორე მხარეს ფულს ფიზიკური ძალადობის გზით მოატანინებს. ეს დანაშაულის მხოლოდ ერთი ეპიზოდია კრიმინალურ სქემაში. სხვა პირებიც მონაწილეობდნენ: ფაიფურა, გრიშიჩი, რუბენიჩი, ბარიბაბუ, ჩაჩანა, გივექსა, რიჟა, ვირა და პურჭყუ. ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ ან სხვა კრიმინალური სახის დავებს ეგრეთ წოდებული ქურდული წესებით მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ აგვარებდნენ. ეს ფული მეწამული ჩვენი მოსაცემი ფული არის 800 ლარი. 4 შენ დაზვიარდეს, მოთხრა ჩვენ გასაჩუქა ჩვენ ნაგულოა. ხოს ჩვენ გავწევთ და ის მაგასე. რატო უნდა დაარტყას იმა ხაჭიკაზის მაგის დედალი. არე მიცხა ეროჟა. შეტიდან არის ციკურდულ და ფერა პაპარიას გაუნდა მიყვება თო კუჩი ბიჭი თუ იყო იგი არის ჯოქის მარა შეიძლება ოჯერო ჩაახა ჯოქი. სქემას სათავეში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, მათ შორის ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი მამუკა შუბითიძე ედგა. შუბითიძე მოქალაქეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებზე ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებდა. სანაცვლოდ კი მოდავე მხარეებს თანხის გადახდას კონკრეტულ ვადებში აკისრებდა. ვადის დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გარდა ამისა, თანამძრახველები შუბითიძეს ინფორმაციას თბილისსა და კახეთში მცხოვრები იმ მონაწილეების შესახებაც აწვდიდნენ, რომლისგანაც შემდგომში ფულის გამოძალვა იქნებოდა შესაძლებელი. კრიმინალური სქემა გაშიფრულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში 44 პირი დაკავებულია, ხოლო კიდევ 6, მათ შორის მამუკა შუბითიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ორგანიზებულ დანაშაულთან განსაკუთრებით კი ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურ და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ამაზე კი სტატისტიკაც მეტყველებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს მიზანს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ნივთმტკიცება დამოღებული ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ასევე მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რისი საშუალებითაც ქვეყანაში მყოფი დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირები უცხოეთში მცხოვრებ მამუკა შუბითიძეს უკავშირდებოდნენ. ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ პირებს 15 წლის თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შტატების ულტიმატუმის ვადი სამოწურვამდე 9 საათზე ნაკლები რჩება, თუ დღეს აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათამდე ჰორმუზის სრუტი არ გაიხსნება, დონალდ ტრამპი ირანს ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრება. ვაშინგტონის გეგმაშია ქვეყნის პარალიზება, ენერგოობიექტებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის განადგურება.
მუქარითვე პასუხობს ოფიციალური თეირანი, ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი, ირანის ტერიტორიის მასშტაბური დაბომბვების შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს საწვავის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. პარალელურად ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. დეტალებს მარიამ რატიანი გიამბობთ. მოვლენები ახლო აღმოსავლეთში კომპლექსურად და ბუნდოვნად ვითარდება. სანამ პაკისტანი ისლამაბადში დაპირისპირებული მხარეებისთვის მოლაპარაკების მაგიდას ამზადებს, ირანი და შეერთებული შტატები ერთმანეთს ემუქრებიან. პარალელურად გრძელდება საბრძოლო მოქმედებები. ირანმა იერიში როგორც ამერიკულ თვითმფრინავებზე, ისე ქუვეითსა და საუდის არაბეთზე მიიტანა. 15 ამერიკელი დაშავდა ქუვეითის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ქალაქ ელ-ჯუბალში კი ადგილობრივ ნავთობქიმიურ საწარმოებს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ირანმა დარტყმები ბალისტიკური რაკეტებითა და კამიკაძე დრონების საშუალებით განახორციელა. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად განადგურებულია ქალაქ ბუშერში მდებარე მიწისქვეშა სარაკეტო საცავი და ლიბანში არსებული ჰეზბოლას 300-ზე მეტი ობიექტი. იწვოდა თეირანის მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტიც. დარტყმები ახლაც ხორციელდება ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნავთობის საექსპორტო კუნძულ ხარგზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის დაზვერვა ირწმუნება, რომ ირანის ახლად არჩეული ლიდერი მოჯთაბა ხამენეი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია. ქვეყნის მართვა არ შეუძლია და ამჟამად ის ქალაქ ყუმში მიწისქვეშა ობიექტზე მკურნალობს. ამ განცხადების საპასუხოდ ირანულმა მხარემ კადრები გამოაქვეყნა, სადაც მოჯთაბა ხამენეის სამხედრო ოპერაციების ოთახში გადაადგილდება. ვიდეოს ავთენტურობა ეჭქვეშ დგას და მისი ნამდვილობა ჯერჯერობით არც ერთ სანდოწყაროს დაუდასტურებია. ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე თეთრი სახლის ლიდერი კვლავ მუქარის ენით საუბრობს და აცხადებს, რომ ამერიკას ირანის განადგურება ერთი ხელის მოსმით შეუძლია. მთელი ქვეყნის განადგურება ერთ ღამეში შეიძლება და ეს ღამე შესაძლოა ხვალინდელი ღამე იყოს. დღეს ღამით დაიღუპება მთელი ცივილიზაცია და ის უკვე აღარასდროს აღდგება. მე არ მინდა რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ ასე მოხდება, თუმცა ახლა როდესაც მოხდა სრული და ტოტალური რეჟიმის შეცვლა, როცა ჭარბობენ სხვა უფრო გონიერი და ნაკლებად რადიკალური გონებები, შესაძლოა რაღაც რევოლუციურად მშვენიერი მოხდეს, ვინ იცის. ამას დღეს ღამით გავიგებთ მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტში. 47 წლის შანტაჟი, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდი ხალხი. ამერიკის პრეზიდენტი ნატოს წევრ ქვეყნებსაც აკრიტიკებს და საერთაშორისო სამხედრო პოლიტიკური ალიანსის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი, ახლა მოულოდნელად მათ სურთ სხვადასხვა რაღაცები გამოგვიგზავნონ, მაგრამ თავიდან ხმამაღლა და გარკვევით თქვეს, რომ ურჩევნიათ ჩვენს გამარჯვებამდე დაიცადონ და დახმარება მხოლოდ შემდეგ დაიწყონ. დანებებას არაპირებს და მუქარითვე პასუხობს ირანული მხარეც. მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ის და ირანელი ხალხი მზად არიან ქვეყნისთვის თავი გაწირონ. ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი კი ამერიკის მხრიდან ირანის ტერიტორიის მასშტაბური დაბომბვების შემთხვევაში შტატებისა და ომში მისი მოკავშირე ქვეყნებისთვის საწვავის მიწოდების წლობით შეწყვეტით იმუქრება. ამ დროისთვის 14 მილიონზე მეტმა ამაყმა ირანელმა განაცხადა, რომ მზადაა თავი შესწიროს ირანის დაცვას. მეც ვწირავ და შევწირავ თავს ირანისთვის. ჰორმუზის სრუტის გასახსნელად დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული 10 დღიანი ვადის ამოწურვამდე 9 საათზე ნაკლებია დარჩენილი. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ამ დროისთვის მიღწეული არ იქნება შეთანხმება გლობალური ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტზე მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, ამერიკა თეირანს ჯოჯოხეთს მოუწყობს. მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი სტანდარტის სერვისებით ქუთაისში ჩხაბაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულებაში სრულად განახლდა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტები. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კი მალე ახალი თანამედროვე მრავალპროფილური პედიატრიული განყოფილება ექნება. რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროცესს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. ნინო სალუქვაძე გიამბობთ.
რეგიონებში სამედიცინო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ქუთაისში ცხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა. განახლებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას თანამედროვე ინფრასტრუქტურით და მაღალი სტანდარტების სერვისებით მოემსახურება. განახლებული ინფრასტრუქტურა მიხეილ სარჯულაძემ დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მინისტრის განცხადებით მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას. აქ მუშაობენ ადამიანები, ექთმები, სამედიცინო პერსონალი, ზოგადად ექიმები, რომლებიც მართლაც სანიმუშონი არიან, მართლაც დიდი ერთგულება გააჩნიათ პაციენტის მიმართ და დაწესებულების მიმართ და ვფიქრობ, ეს არის მთავარი პოტენციალი, რომელიც რეალურად გვამყოფებს იმედიანად. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტები. კლინიკა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. სამედიცინო მომსახურებას კლინიკაში 85 ექიმი და 100 ექთანი უზრუნველყოფს. ცხობაძის ავადმყოფოს ისტორიულად იმერეთის რეგიონში და საერთოდ დასავლეთ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, მათ შორის ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც და იმედი გვაქვს, რომ ამ ახალი რესურსის გამოყენებით და ამ ახალი რესურსის დახმარებით კლინიკა შეძლებს, რომ მოსახლეობას მიაწოდოს უფრო მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება. გაიხსნა რეანიმაციული განყოფილება, გაიხსნა ქირურგიული განყოფილება, ემერჯენსის განყოფილება, კარდიოლოგიური, თერაპიული განყოფილება, მუშაობს რადიოლოგიური სამსახური. ჩვენი ძველი სახელი ალბათ ისევ იქნება ჯანმრთელობის სადარაჯოს. ჩვენ გვეძლევა ძალიან დიდი შანსი და რომ პერსპექტივაში ძალიან რეალიზება მოვახდინოთ ჩვენი სამედიცინო განათლების და სწორად მივაწოდოთ მოსახლეობას კი კვლავ მოსახლეობას ეს ყველაფერი. ახალი პედიატრიული განყოფილება მოეწყობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ახალი თანამედროვე მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვა სპეციალიზებულ მომსახურებას. პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. შენობის პირველ სართულზე განთავსდება ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 საწოლზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები მიხეილ სარჯულაძე მაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დაათვალიერა და კლინიკის ახალი დირექტორი ოფიციალურად წარადგინა. ყველა ის საჭირო სერვისი, რომელიც ამ დრომდე შეიძლება მეტნაკლებად დეფიციტურობით ხასიათდებოდა აჭარის რეგიონში, ეს ხელმისაწვდომი გახდება აქ რესპუბლიკური საავადმყოფოს ფარგლებში და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომლითაც სარგებლობის შესაძლებლობა ექნება აქაურ თითოეულ მკვიდრს. მინისტრის მიერ წარდგენილი იქნა კლინიკის ხელმძღვანელი ბატონი კახა, მინდა მას წარმატებები უსურვო. ვისაუბრეთ ასევე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაძლებლობებზე იმ გამოწვევებზე, რაც დღესდღეობით სამედიცინო პერსონალის და პაციენტების მიმართ არსებობს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიმართულებების გაძლიერებაზე, იზრდება მომსახურებების მოცულობა, ფართოვდება სპეციალიზებული გუნდი. ექიმებთან შეხვედრაზე მინისტრმა მათ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვან როლს, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. გვაქვს შემდგომი განვითარების მთელი რიგი გეგმები, მშენებლობის პროცესში და წლის ბოლოსთვის შევა ფუნქციონირებაში დასავლეთ საქართველოში უდიდესი ბავშვთა სამედიცინო ცენტრი, რომელიც იქნება რეანიმაცია, საოპერაციო, სტაციონარი და ბავშვთა სამედიცინო მომსახურების ყველა მიმართულება იქნება მოცული. რეგიონებში მაღალი ხარისხის უწყვეტი სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. რეკლამის დროა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაგებრუნდებით. რეკლამის შემდეგ პოსტივი საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას აგრძელებს. საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრი ბერძენ კოლეგას შეხვდა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა თეატრის, ლიტერატურის, მუსიკის, სამუზეუმო მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხს. დოკუმენტზე საბოლოო ხელმოწერის მიზნით თინეთი რუხაძემ ლინა მენდონი ოფიციალურ ვიზიტით საქართველოში მოიწვია. ხვალ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართება. აღინიშნა, რომ ღონისძიება მჭიდრო კულტურული კავშირების მორიგი დასტურია. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის კულტურის დღეების გამართვის საკითხი.
ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა საბერძნეთის კულტურის მინისტრთან, ქალბატონ ლინა მენდონთან და მის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია საბერძნეთი, როგორც ევროპის ქრისტიანული ფრთის და დიდი ცივილიზაციის, ბერძნული ცივილიზაციის ცენტრი, იმისთვის, რომ ბევრი გვაქვს საერთო ჩვენი ისტორიული, ტრადიციული, ქრისტიანული კულტურის კუთხით, ვისაუბრეთ იმ შესაძლო პოტენციურ პროექტებზე, რომელიც შეიძლება რომ საბერძნეთმა და საქართველოს ერთობლივად განავითარონ. დღეს ჩვენ ვართ აკროპოლისის მუზეუმის პანთეონის გალერეაში, სადაც ჩვენი კულტურის მინისტრი ლინა მენდონი მას პინძლობს მის კოლეგას საქართველოს კულტურის ministrs. დიდი სიამოვნება იყო მათი მიღება ასევე საბერძნეთში, საქართველოს ელჩთან ერთად, რათა გამართულიყო კულტურული შეხვედრა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და უკეთ გაგვეგო არა მხოლოდ ანტიკური ეპოქა, არამედ ისტორია და დღევანდელი კულტურული მოვლენებიც. ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ არა მხოლოდ მომავალში საქართველოდან ჩამოვიტანოთ კულტურული საგანძური და მოეწყოს გამოფენა აკროპოლისის მუზეუმში. ასევე საპირწონეთ საბერძნეთიდან საქართველოშიც გაიგზავნოს ჩვენი განძი. ეს მართლაც შესანიშნავი გამოცდილება იყო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს დელეგაციას, რომელიც დღეს ჩვენს მუზეუმში იმყოფება. ჩვენც ვაპირებთ მათ მონახულებას და მომდევნო წლების განმავლობაში ამ კულტურული გაცვლების გაგრძელებას. დიდი მადლობა. შეხვედრის დროს დაიგეგმა რიგი საინტერესო პროექტებისა, რომელიც დარწმუნებული ვარ წარმატებით განხორციელდება ბერძნულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით. საქართველოს საელჩო ათენში დიდ ყურადღებას აქცევს ურთიერთობების გამყარებას კულტურის სფეროში, რათა კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე მრავალ საუკუნეს ითვლის. კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისში ისანი სამგორის სპორტული ცენტრის გარესივრცეების მოწყობა დასრულდა, განთავსდა ფეხბურთისა და პადელის მოედნები, მოეწყო სატურნირო და სავარჯიშო სკეით ზონა, ასევე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ ორ ამორტიზებულ კორტს. პროექტის ღირებულება 6 მილიონი ლარია. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო. დეტალებით ბორენა ონიანი. ფეხბურთის სტადიონები, სატურნირო, სავარჯიშო სკეით მოედნები, ჩოგბურთის 2 ღია და 2 დახურული მოედანი ისანი სამგორის სპორტული ცენტრის ტერიტორიას შეემატა. სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაზიანებულ კორტებს. კომპლექსური სივრცე ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა მორგებული და სავარჯიშოდ საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ჩემთვის როგორც ჩოგბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი მოედნები, როგორც არის ჩოგბურთის კორტი, რადგან ძალიან დიდი წვლილი შემოიტანა ძალიან ბევრი ახალგაზრდის ცხოვრებაში, იმიტომ რომ არ იყო ფიზიკურად ადგილი, რომ ბავშვები, რომლებიც იყვნენ მონდომებულები, ევარჯიშათ და ეხლა არის ძალიან სასიამოვნო, კარგი კორტებია ძალიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქამდე ძალიან დაზიანებული კორტები იყო, სადაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო ვარჯიში თუ თამაში და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ჩემი აზრით ძალიან კარგი არის და ძალიან კომფორტულად არის სათამაშოდ, რადგან თავიდანვე ძალიან იყო დაზიანებული კორტები და ანუ შესაძლებლობა არ ქონდა რომ გვეთამაშა ძალიან კარგად და ეხლა რადგანაც არის განახლებული კორტები, ძალიან კომფორტულად ვთამაშობთ. სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე ასევე მოეწყო დედაქალაქში ყველაზე დიდი სკეით პარკი და დამონტაჟდა განათების სისტემა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო. კახა კალაძის თქმით, სპორტს დიდი ყურადღება ეთმობა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, რადგან აუცილებელია არსებობდეს სივრცეები, სადაც ახალგაზრდები სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდებიან. ჩვენ გასულ წელს რამდენიმე პადელის კორტი გავაკეთეთ, თუმცა ძალიან დიდი იყო მოთხოვნა და მაშინვე დავანონსეთ, რომ აი ეს დარჩენილი ტერიტორია, რაც ჰქონდა აღნიშნულ სპორტულ ცენტრს, მაქსიმალურად გამოყენებული იქნებოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სპორტს, როგორც მუნიციპალიტეტების დონეზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. სხვადასხვა სპორტის სახეობის მოედნები დედაქალაქის მერთან ერთად სპორტის სამსახურის უფროსმა, ისნის გამგებელმა, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. აქ ჩვენ დამატებით გვაქვს საშუალება ვისარგებლოთ სკეით პარკით, ჩოგბურთის კორტებით, პადელის კორტებით, საფეხბურთო სტადიონი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პრიორიტეტი იქნება აქ ბავშვებისათვის, ვინაიდან სხვადასხვა სპორტული კლუბები ჩამოყალიბდება და სპორტული კლუბები ივარჯიშებს. ძალიან მოთხოვნადი სპორტის სახეობების მოედნები და ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თბილისის მერიას, მერის სპორტის სამსახურს და მე დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი და ბევრი ასეთი მსგავსი პროექტები განხორციელდება. ახალი ინფრასტრუქტურა მოქალაქეებისთვის სრულად ხელმისაწვდომი 20 აპრილიდან იქნება. ცენტრის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოები თბილისის მერიამ განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 6 მილიონი ლარი შეადგინა.
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. საზეიმო ლიტურგია სიონის ტაძარში მეუფე შიო მაღავლინა. საზოგადოებას ხარების დღესასწაული მიულოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა. გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. აი მივეჩვიე რომ ვამბობდი ხოლმე გადმოგცემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ართულია ამის გარეშე ქადაგებით მოგმართოთ ამ სიტყვების გარეშე. გილოცავთ ხარებას როგორ არის ნათქვამი ამ დღესასწაულის ტროპარში დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნიდან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება დადგა დრო როდესაც ზეციდან ღმერთმა მოავლინა ანგელოზი რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინების და ქალწულისგან შობის შესახებ იმ ქალწულისგან რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული ესე იგი ამიერიდან შესაძლებელი გახდა ეს სრული მადლმოსილება და ეს პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში. წმინდა ეკლესია გვეუბნება ჩვენ რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება. როგორ არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი არა დღეს ხარობს. ეს იყო პოსტების საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე მოხალმე გემშვიდობით ნახვამდის.